მდინარე ხობის წყალში დინებამ დედაშვილი გაიტაცა. მცირეწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ქალის სამძებრო სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით დედაშვილის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ორივე დინებამ წაიღო. ხობის მუნიციპალიტეტში შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. რაჭაში იონის რაიონის სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარე ლათქიშორა მეზუები დატბორა. ადგილობრივები მთავარს ვიდეოებს აწვდიან და დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და ითხოვენ, რომ მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხდეს. მიაიმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული. პროკურატურა მეტასთან თანამშრომლობდა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა. ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის დედამ განაცხადა. ეკა კუპატაძის თქმით, საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. მისივე ინფორმაციით მეორე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ ავალიანზე თავდასხმის შესახებ იცოდა. მიაიმნაძე ცოტა ხნის წინ კლინიკიდან იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ იოსელიანის განმარტებით, მგზავრობის დროის შემცირება რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად გახდა შესაძლებელი.